ლიტერატურული თეატრი აგრძელებს პროექტს, როცა ერთმანეთს ჭირდებით. ამჯერად კიდევ ერთი საუკეთესო ხარაგაულელი მინდა გაგაცნოთ ჯანდაცვის სფეროს გამორჩეული მუშაკი, შესანიშნავი პროფესიონალი ექიმი ბატონი რომან შავიძე. ჩვენი ხომ მის ოჯახში ვიმყოფებით და სულ მალე მთელი საქართველო გაიცნობს ამ უკეთილშობილის უკარგეს ექიმს, ძვირფასი ოჯახის მამას, მეუღლეს და ხარაგაულისთვის და არა მარტო ხარაგაულისთვის უსაყვარლის პიროვნებას. სკოლა 66 წელს დაამთავრა საერთაშორისო სოციალურ მედალზე. შემდეგ 65 წელს ჩავაბარე და დაუბრუნდი 75 წელში ჩვენს რაიონს ექიმად. პირველად 74-დან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდი ხუნევის საავტობუსო სავარ ექიმად. და იმ ხუნევი, ხეები და იქით სოფლებს ვემსახურებოდი ერთი წელიწად. შემდეგ გადმოვედი ხარაგაულის ცენტრალურ რაიონის საავტობუსო ავტობუსში, თერაპიულების გამგეთ მუშაობდი და 15 წელიწადი მუშაობდი და ამ 15 წლის განმავლობაში რო ვიცხარ სიმართლე არც ერთი ღამე არ მიძინია საღამოს ადამიანმა დაისვენა და დაწოვა დილასაკუთრებას არც ერთი ღამე მე არ მიძინა ნორმალურად. ყოველ ღამეს ალბათ ღამეში ორჯერ სამჯერ მიხდებოდა ატომა პაციენტების მისახედად. ამავე დროს სოფლებში არ არის დარჩენილი არც ერთი სოფელი ხარაგაულის რაიონში, სადაც მე არ ვიყო ნაყოფი. ყოველ ოჯახში თუ არა, ყოველ მესამე ოჯახში მაინც ამ 15 წლის განმავლობაში. როდესაც მე მუშაობდი საავტობუსში, შორს კი არ მქონდა სასიარულო. საავტობუსი იყო ჩემთან თუ რა 200 მეტრში 220 საწოლზე იყო. 20 სართულიანი შენობა, 220 საწოლზე, თერაპია, ავშანაყოფილება, ქირურგია, სამშობიარო და ძალიან მეხუთე შენობა იყო ინფექციური განყოფილება. ზუსტად მუშაობდა სრული დატვირთვით 220 პაციენტი დოჯოკოლებია და პალატებში რო არ გვეტებოდა ხალხი, როჟერ კალდოშიც გვეტებოდა. პირადად მე განყოფილებაში 25-30 ავტობუსი მიყვავდა ერთდროულად და ამავე დროს პოლიკლინიკაში მქონდა საათები, 2 საათი პოლიკლინიკაში პირობაზე მოვიდი და მუშაობდი და მთელი ჩემი აი მუშაობის პერიოდში რო გამოთვალე, ანალიზი გამოთვალე, დაახლოებით 25-30,000 პაციენტი დაკავდა შემხედი. ამ ჩემი მუშაობის პერიოდში კურიოზების ბევრი იყო. 95-96 წელი იყო. ქუთაისში მქონდა თათბირი. და ამ თათბირზე გაროდან მასშტაბიდან იყო ჩამოსულები და ლექციები დილას 10 საათზე დაიწყო და საღამოს შუადღის 3 საათამდე განუწყვეტა შესვენების გარეშე მინერალობდა და დავიღალე ძალიან. და ქუთაისის სამხარო დეპარტამენტის უფროსმა დოდო შელიამ ხაროდან დოდო გამოგიცხადა მეგობრებო ახლა გავდივართ ლანჩზე. და მაშინ ახლა ლანჩი არ ვიცოდი სიმართლეა და იყო. ახალი შემოსული ტერმინი იყო და მეგონა სემინარი. და რამე ზესტაფონის მთავარი ექიმის მეუბნები რამაზი მეუთხარი ძალიან დავიღალე თავი ამტკი და ეხლა მე ლანჩის თავი აღარ მაქვს უნდა დავიდე ხშიათ გავიპაროთ ერას რაც და გამოვიპარეთ ლექსიდან ლანჩს გამოვიპარეთ თუ შეაბდეს ადიპარები რო იპარეთ მე ვინ გავიგეთაზე დაგვემართა იყო კიდე ის ჰუმანიტარული თვისი შემოხდა ძალიან ბევრი საზოგადოებრივი ჯანდაცვას ხელმძღვანელობდი 96-დან 2004 წლამდე. ამ პერიოდში ჰუმანიტარული თვისი შემოხდა ძალიან ბევრი სოფლებისათვის, სამთავრობისათვის, ამბულატორიებისათვის და ვარიგებით მოსახლეობაში და გაყოფილების მიხედვით. ერთხელ მოხდა ასეთი სიტუაცია, რომ გამანაწილე ჰუმანიტარული მედიკამენტები იყო, სამედიცინო აპარატურები იყო, ყველაფერი იყო და ერთ-ერთი დიდი მოზრდილა ყუთი მედიკამენტებით სავსე და არ მოყვა ინსტრუქცია რა ის ამალი იყო. მიგითხე
ხომარეთი გვინმენ ხოდა ინფექციონისტმა მითხრა ერთი ხაშესული ინფექციონისტი ყავდა ეგო მაპატიედა და მოწამული საწინააღმდეგო კუდის აშლების საწინააღმდეგო წამალია ახლა ამას ვარიგებთ გულასახლობაში და სამი ცალი სამი ფიფი და მესამოვიღეს ახში მეც რო დამჯიდას და მეორე დღეს ჩამოიარა მეზობელის კაცმა სოსო არის ერთი რუსმანაშვილი მეზობელი ცხოვრობდა შემხთა ქუჩაში და შემსახსან და ბადალომა რაღაცა მომწამლა და მიშველეო რა წამალი ვიყიდო აფიაქში და მოთხოვარი ნუ იყიდი მე გაჩუქე შემოვედი სახში ერთ პირი და ვაჩუქე ამასაც დალია ზარგო წამალი და დღეს სამჯერ დალია მოხდი ქუჩაში თაფის ერთი კვირის შემდეგ და ვიკითხე მაინც ალესამა და ეს წამალია თქო ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტი არისო და გასადაის ვეთგი კაც როგორ ვასწი ჩასახვის საწინააღმდეგო დაბლეტები და შეხვდა ერთი შემდეგ რომ მოვიდა სოსო როგორ ახატყო კარგად მომიხდა ეს ავალიო მეტი არა მეტი ჩემდე და მომხდა გარდა მედიცინისა მიყვარდა სპორტი აქტიური სპორტში ვიყავი ჩაბმული სტუდენტობის დროსაც თავისუფალ ჭიდაობაში სამთაყავშვილის მასშტაბით რესპუბლიკების შორის მეორე ადგილი მაქვს აღებული ორჯერ საპრიზო მეორე საპრიზო ადგილი ერთადერთი პიროვნება იყო ვის მიგებდა სოფლიო ჩემპიონი იყო დემური ხავთარაშვილი ახლაც მეგობრობა გვაქვს ერთმანეთთან ძალიან დიდებული პიროვნება მაგრამ ის იყო ჩემზე უფრო მეტი მარტო ისეთი მიგებდა ფინალში დარჩენ ყველას მოგება მქონდა და მეორე ადგილზე გავდიოდი და ასეთ კურიოზი დავემართა ერთხელ მე დასვენების ზაფხულის პერიოდში ხარაგაულში ვიყავ ჩამოსული სტუდენტი ვიყავ მესამე კურსზე და ხარაგაულის პედაგოგია თავჯობარა მითხრა საქართველოს პრობლემაზე ხომ არ წამოხვალო წამოვარ მოთხარ წავედი ავიღე პირველ ადგილი ქართულ ჭიდაობაში ავიღე პირველ ადგილი თავისუფალ ჭიდაობაში ორივეში 82 კილოგრამ წონაში და 90 კილოგრამში ერთი ბიჭი გახდა ჩემპიონი და იმან გამომიწვია შეჯიბრის შემდეგ მოდი ვივარჯიშოთ მაშინ ჭიდაობა მომეწონა მოდი მოთხარ ვივარჯი და დაგიწუთი დაწვის განმავლობაში 3 ქულა მეაუღე 4 ქულა იმან ამიღო მაგრამ მე უტევ კიდე რომ მინდა რომ ეს გავათანაბლო და სპორტკოდერის თავჯობარი მოუნება რომ დაანებე თავი მოეშვიო რატო უნდა მოვეშვა მოთხარი ვაგერ არის მაგ მინარიო არ ვიცი მოთხარი შვილებს გებიცე ლევან თედიაშვილი თუ მე ვეჭიდაები ლევან თედიაშვილი სოფიოს ხუთის ჩემპიონს მე აზია ვარ მინარი და მიტოვუდებ აგებ ერთგული და დიდი ამბავია ერთ ხუთს აგებ ლევანდა თავისუფალ დროს ძალიან მიყვარდა ჭადრაგის თამაში იმდენად შემიყვარდა ჭადრაგის თამაში რომ ლიტერატურას კი დავამუშავე ჭადრაგის რაც კი გამოდიოდა სოფლიო ჩემპიონების პარტიას ამათ ყველაფერს რაც შემდიხομαι და იმდენად გავძლიერდი რომ ჩემ თანატოლებში ვისაც კი თამაშობდი მართალია ახლა მე ოფიციალურ შეჯიბრზე არ წავსულ ვარ მაგრამ ვისაც კი თამაშობდი ხოლმე სტუდენტობის დროს იყო თუ რაიონში იყო არ მახსოვს რომ ვინმესაც აგებული დარჩენილიყო იყო შემთხვევა ერთჯერ და ორჯერ რომ მივიღე მონაწილეობა რაიონის პირველობაზე ჭადრაკში სადაც მონაწილეობდა 18 მოჭადრაკე და 18 პარტია ვითამაშე აქედან 16 მოვიგე და 2 ნიჩია დავამთავრე ფრე დავამთავრე 2 ნუ რომ ადგილზე გავედი ახლა მაგ თავისთავად ცხადია ეხლა შემდეგ რაღაცა როდესაც მე ძირითადად ჩემი პროფესიიდან სამსახურიდან წამოვედი დამშა თავისუფალ დროს ეს ჰობი რომ მე ჭადრაკი და შაშკი ახლა მიყვარს იცოდნენ ყველამ და ხარაგაულში ჩამოყალიბე და ხედველობა შეზღუდულთა საზოგადოების პროექტი სადაც ამ ხედველობა შეზღუდული ახალგაზრდები ძირითადად ახალგაზრდები 40 წლამდე ახალგაზრდები ყავს შეკრებილი და ვასწავლი მათ სპეციალურ შაშკის დაფაზე და სპეციალურ ჭადრაგის დაფაზე თამაშს. მიყვარს ასე ჭყიგი რაღაცებს გეთება ნარჩენი მასალებისგან. უბრალოდ ხო შემოულეს ვერც ვიდგა ყოველთვის. მიყვარს ძალიან. ვუთხარი გულო ეს ვახტა ფეში შევდო დაწყება ეწუთში.
ამის გავაკეთებ რაღაცაზე გამოგაყვანე ეს ნამუშევარი. და ასე ზოგი პატარა მიმოვიდა. გვალი ფორმის გავაკეთე რომ ხაჭამური დაჭრის ბატონო ხორს დაჭრის ბატონი დაჭრის რაღაც. აი ამ სკამის მოდელი მე თვითონ დავხაზე და მე თვითონ გავაკეთე. ჩემო ჯახში მაგალითად სანტექნიკი მე არ მჭირდება. ერთი თუ რასაც კი ჭირდება ადამიანის ხელოსანი. ახში ვაკეთებ ყველას. ჩემი ხელით. და ჩემი მოგლე 55 წელიწადი ერთად. მერთმა ყველა შეახვედროს ისეთი ნომერი როგორც ისეთი ერთული, ვერცი მდგომი. მარტო მე ალბათ ცხოვრებას ვერც გაუძლებდი, ვერც გაუძლებოდი. აი ესეთი ჩემი მეუღლეს არის, მეგობარის არის და ზოგონი ძმაც არის და დასარ და ყველაფერია. შვილები პირველი შვილი შორანა ექიმია თბილისის სკოლას. მისი მეუღლე კომაროვის სკოლის დირექტორია და ძალიან კაი ოჯახია, 3 შვილი ყავს. მეორე შვილი მირანდა ხარაგაულში ცხოვრობს. მისი მეუღლე ძალიან კაი პიროვნება. ჩემს მერაზე ერთი შვილი ყავს. მესამე ბიჭი შვილი ჩემი იუსიციის სახლში მუშაობს თბილისში. მისი მეუღლე მოსამართლეა, თბილისის მოსამართლეა. ყავთ 2 ბიჭი და ლამაზი ოჯახია და დიდებული ოჯახი. ამ ხრივ ბედნიერი ვარ, რომ 3 დავე შვილებს ლამაზი და ბედნიერი ოჯახები აქვთ. სხვადასხვა ანეკდოტები მიყვარს ძალიან. პაციენტი მე ექიმთან, ექიმი მეუბნება თქვენი ისტორია მომდან რეგისტრატურიდანო. შევიდა რეგისტრატურაში აღმეს კაცი და ისტორია მინდა 50 წელი უნდა გადაიხადო. კარგადარო სიგრეტის მაღაზიაში ვიყავ გუშინ და 10 წლად საქართველოს ისტორია ვიგიდაოდა. ჩემი ისტორია 50 წელი ამბავიო. მე რომ ხარაგაულის ქუჩაში გავივილი და რო შემხდება ადამიანი და გამარჯვება ბატონო რომელზეა სულ ამ დროს სულ არ ვცნობ და მეუბნება მე შენი გადარჩენილი ვარ. აი ჩემთვის ეს არის დიდი სიამოვნებაა. ტივიზე რო ავდივარ და ჩემ ოჯახში შევდივარ და ჩემ სახლში შევდივარ. ჩემი ხარაგაულის ფაერ სუნთქავ. მაშინ ვარ ჯანმრთელად, მაშინ ვარ კარგად, მაშინ ვარ ბედნიერი. აი ვამის რა შევადარო. სოფლიოში ალბათ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე საყვარელი ადგილია ჩემთვის აი ეს გარემო. აი ეს ხარაგაული და ეს ჩემი პატარა ეზო და კარგი და. სულთან გრატ მიტარებია. არადამ ჩემ ვარ მუღლმოუღლები. სიმაღელი შემოთა დამიძლევი. გართულობიცა აკაც დაიკა სიმართლის მეტი რამი Urme ramdeni simerac mit